უკრაინა საქართველოსთან იარაღის მიყიდვას შეწყვეტს იმისათვის, რომ რუსეთი არ გააღიზიანოს. ამის შესახებ დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის კიევის ფილიალის დირექტორი ვლადიმერ კორნილოვი აცხადებს. ის განმარტავს, რომ ყველა იდეოლოგიურმა მოტივმა, რომლითაც ექს-პრეზიდენტი იუშენკო ხელმძღვანელობდა, მაშინ, როდესაც საქართველოსთვის იარაღს ყიდდა, უკან გადაიწია. უკრაინაში ესმით, რომ საქართველოსთვის იარაღის მიყიდვიდან წელიწადში დამატებით 100-200 მილიონი დოლარის მიღება რუსეთთან თანამშრომლობით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს ვერ შეედრება. ამბობს პოლიტოლოგი. ავღანეთში ქალთა სკოლაზე თავდასხმა განხორციელდა. უცნობმა პიროვნებებმა სკოლის ტერიტორიაზე მომწამლელი გაზი გაუშვეს. თავდასხმის შედეგად ათობით მოსწავლემ გონება დაკარგა. ჯარისკაცებმა საავადმყოფოში 40-მდე დაზარალებული გადაიყვანეს. მსგავსი თავდასხმები ავღანეთისთვის უცხო არ არის. თალიბების რეჟიმის დროს ქალებისათვის განათლების მიღება იკრძალებოდა, რაც ქვეყანაში ამერიკული ჯარის შესვლის შემდეგ შეიცვალა. მექსიკის ყურეში არსებული ნავთობის ლაქა შესაძლოა ორჯერ დიდია ვიდრე ეგონათ. ამის შესახებ მეცნიერები აცხადებენ, მათი თქმით დაზიანებული ჭაბურღილიდან ყოველდღიურად საშუალოდ 7.6 მილიონი ლიტრი ნავთობი იღვრება. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფაა. მეცნიერებმა ეკოლოგიური კატასტროფის ახალი შეფასება ვიდეო ჩანაწერი სატელიტური გამოკვლევის, ჰიდროლოკატორისა და წყლის წნევის გამოკვლევის შედეგად გააკეთეს. მექსიკის ყურეში არსებული ნავთობის ლაქა შესაძლოა ორჯერ დიდია ვიდრე ეს აქამდე ეგონათ. ამის შესახებ მეცნიერები აცხადებენ. მათი თქმით დაზიანებული ჭაბურღილიდან ყოველდღიურად საშუალოდ 7.6 მილიონი ლიტრი ნავთობი იღვრება. ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ეს ყველაზე საშინელი ეკოლოგიური კატასტროფაა. მექსიკის ყურეში არსებული ლაქა 1999 წელს ექსკსონ ვალდესის ლაქაზე 9-ჯერ დიდია. ჯერჯერობით ჩვენ ნავთობის ნაკადის შეფასების სტადიაში ვართ. ივნისის მეორე ნახევარში ჩვენ მექსიკის ყურის გაწმენდის ახალ ოპერაციას დავიწყებთ. ჩვენ ნავთობის გაჟონვის ადგილზე დამონტაჟებულ სპეციალურ ძაბრისებურ მოწყობილობას უფრო ეფექტური მოწყობილობით შევცვლით. ეს საშუალებას მოგცემს ზღვაში დაზიანებული ჭაბურღილიდან ნავთობის გაჟონვა შევაჩეროთ. ეკოლოგიურმა კატასტროფამ ყველაზე ძალიან ლუიზიანას შტატის სანაპირო დააზარალა. შტატის გუბერნატორმა ბრიტიშ პეტროლიუმი მექსიკის ყურეში არსებული რეალური ვითარების დამალვაში დაადანაშაულა. ისინი ვალდებული არიან მონაცემები და გამოსახულებები არა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო ინჟინერებსა და მეცნიერებს წარუდგინონ, არამედ ამერიკის მოსახლეობასაც. მათ თავიდანვე ხალხს ავარიის შესახებ მონაცემები და დაბინძურებული ბუნების ამსახველი სურათები დაუმალეს. ეს სანაპირო ზოლი არც ბრიტიშ პეტროლიუმს ეკუთვნის და არც მე, ის ლუიზიანას მცხოვრებლებისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების საკუთრებაა. მათ აქვთ უფლება იცოდნენ აქ არსებული რეალური ვითარების შესახებ. მეცნიერებმა ეკოლოგიური კატასტროფის ახალი შეფასება ვიდეო ჩანაწერის სატელიტური გამოკვლევის, ჰიდროლოკატორის და წყლის წნევის გამოკვლევის შედეგად გააკეთეს. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფაა. ალიასკის მახლობლად მომხდარი ექსკსონ ვალდესის კატასტროფის დროს ზღვაში 42 მილიონი ლიტრი ნავთობი ჩაიღვარა. მექსიკის ყურეში კი ყოველდღიურად საშუალოდ 7.6 მილიონი ლიტრი ნავთობი იღვრება. ექსკსონ ვალდესის კატასტროფამ ადგილობრივ ეკოსისტემას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ადგილობრივი მცხოვრებლები მხოლოდ 20 წლის შემდეგ გამოჯანმრთელდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთით მდებარე არკანზასის შტატში წყალდიდობის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა, ათობით კი უზრუნველყოფილად დაიკარგა. დაუბრუნდა უმრავლესობა დამსვენებლები არიან. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქის ზონიდან 60-მდე ადამიანი გაიყვანა. სტიქის რაიონებში წყლის დონე 2.5 მეტრს აღწევს. ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში მდებარე არკანზასის შტატში წყალდიდობის შედეგად 20-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ათასობით ადამიანი უზრუნველყოფილად დაკარგულად ითვლება. განაცვლთა შორის უმრავლესობა ადგილობრივ ბანაკებში ჩამოსული დამსვენებელი იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან 60-მდე ადამიანი გაიყვანა. 20-მდე ადამიანი კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ნახე ტრაქტორი, რომელიც წყალმა წაიღო და ხეებთან გარიყა. ეს ტორნადოს მსგავსია, ჩვენ ნაკლად დავინახეთ, როგორი ძალა აქვს წყალს. გადაუღებელი კოკისპირული წვიმის შედეგად მდინარეებში კადოსა და ლიტლ მისურში წყლის დონე მაიწია და ადგილობრივი დასახლებები დატბორა. წყალდიდობის რაიონებში წყლის დონე 2.5 მეტრს აღწევდა. წყლის ძლიერმა დინებამ ავტომობილები და დამსვენებელთა კარები წაიღო და აზიანა გზის საფარიც.
დილის 2 საათზე წყლის დონე დაახლოებით 1 მეტრს აღწევდა. 6-ის ნახევრისთვის კი 7 მეტრს მიაღწია. წყლის სიღრმე 6 მეტრი სულ რაღაც 3 საათში გაიზარდა. წყლის დინება ძალიან სწრაფია. არკანზასის შტატში მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ჯგუფები. ისინი გარდაცვლილების ცხედრებსა და უგზო-უკლოდ დაკარგულებს ეძებენ. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. მთავრობა მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ წყალდიდობა შტატში ადრეც უნახავთ, მაგრამ ასეთი გამანადგურებელი არასოდეს. ამჟამად არკანზასის შტატში წვიმამ გადაიღო, წყლის ნაკადმა იკლო, მდინარეები კი ნელ-ნელა თავიანთ კალაპოტებს უბრუნდებიან. ვენესუელას ხელისუფლებამ ქვეყანაში არსებული ერთადერთი ოპოზიციური ტელეკომპანიის გლობოვიზიონის დირექტორის დაკავების ორდერი გასცა. მთავრობის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტელეკომპანიის ეთერში პრეზიდენტ უგო ჩავესის მისამართით გასული კრიტიკა გახდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გილიერმო ზულუაგასა და მის შვილს მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულება შეედებათ ბრალი. გარდა ამისა, ტელეკომპანიის დირექტორს ტოიოტას სპორტული ავტომობილების უკანონო შეძენაში ადანაშაულებენ. გლობოვიზიონის მეპატრონე დანაშაულს არ აღიარებს. მექსიკაში 30 შეიარაღებული უცნობი პიროვნება ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრში შეიჭრა და პაციენტებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად კლინიკის 19 პაციენტი დაიღუპა. რამდენიმე კი დაიჭრა. შემთხვევა ქალაქ ჩუაუში მოხდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ბოროტმოქმედება პოლიციის მისვლამდე მიმალვა მოახერხეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი წერილი დაუტოვეს, რომ მათი თქმედება შურისძიებით იყო გამოწვეული. პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმა ნარკომოვაჭრეებს შორის დაპირისპირების გამო მოხდა. ბოლო 4 წლის განმავლობაში მექსიკელი ნარკომოვაჭრეების დაპირისპირებას 30,000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფრიკისა და ინგლისის ნაკრებებთან ერთად მატჩისათვის მათი გულშემატკივრებიც ემზადებიან. იოჰანესბურგში წესრიგის დასაცავად უპრეცედენტო ზომებია მიღებული. პოლიცია განსაკუთრებით აქტიურობს. ამის მიზეზი ბევრი ამერიკელი გულშემატკივარია. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება შიშობს, რომ ყველგან, სადაც შეერთებული შტატების ბევრი მოქალაქე ჩადის, იქ შესაძლოა ტერორისტების გამოჩნენ. სამხრეთ აფრიკის სტადიონზე ერთმანეთს შეერთებული შტატები და ინგლისი დაუპირისპირდებიან. მატჩს როზენბერგში მხოლოდ 100-ობით ფანი ელოდება. ინგლისელი და ამერიკელი გულშემატკივრების დანარჩენი ნაკადი პირდაპირ სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგიდან ჩავა. დღეს დილით ძალიან ცივა. ჩემდა გასაკვირად აფრიკაში ყველაზე ცივი ადგილი აღმოაჩინე. ჯერჯერობით აქ უფრო მეტი ამერიკელი ფანია. როზენბერგში დაცვის უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ჩემპიონატის უსაფრთხოებას 190,000 პოლიციელი დაიცავს. მსგავსი მნიშვნელობის სპორტული ღონისძიება განსაკუთრებით ისეთი, რომელშიც შეერთებული შტატები მონაწილეობს, ტერორისტული ორგანიზაციების დიდ ყურადღებას იქცევს. ჩვენ სამხრეთ აფრიკელ ძალოვნებთან ერთად მჭიდროდ მუშაობთ, რომ ჩემპიონატი მშვიდობიანად ჩატარდეს. ტერორიზმისგან თავდაცვასთან ერთად სამართალდამცველები ხულიგნების გამოვლენასაც აპირებენ. ამ მიზნით 3,000 გულშემატკივრას ბრიტანეთიდან აფრიკაში გამგზავრება აუკრძალეს.